შესრულდა გარდამოხსნის გამოგზავნების მსახურება დღეს არის დიდი პარასკევი, ნებიშვიდეულის პარასკევი და ვიხსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს იმ დღეს, როდესაც მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე ჯვარზე გააქვეს. და შემდეგ იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა ჩვიდან გარდამოხსნეს და საფლავში დადოს. დღევანდელ დღეს აღსრულდა ყველაზე დიდი ცოდვა, თუ კი რაიმე ცოდვა ახსოვს კაცობრიობას ისტორიაში. ღმერთი, რომელიც სამყაროს ადამიანად მოევლინა, ადამიანთა ხსნისათვის, ადამიანმა ჯვარზე გააკრეს და მოკლეს. ყველაზე დიდი უშულოება აღესრულა დღევანდელ დღეს. მაგრამ ამავე დროს აღესრულა ყველაზე დიდი სიყვარული. გამოვლინება ღმერთისგან ყველაზე დიდი სიყვარულისა. მან სამყაროსთვის, რომელმაც ის არ მიიღო, თავი გაწერა და ჯვარზე მოკვდა. ქრისტე ჯვარზე არ მომკვდარა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ის იწამა. ქრისტე ჯვარზე მოკვდა ყველა ადამიანისთვის და რა თქმა უნდა, არ არსებობს ადამიანი, რომლის ცხონებაც ღმერთს არ უნდოდეს. ყველა ადამიანის გადარჩენა უნდა და ყველა ადამიანის ბოლომდე ცდილობს ყველა ადამიანის მოქცევას და სწროგზაზე დაყენებას. უბრალოდ ადამიანმა უნდა დაინახოს მის ცხოვრებაში ასრულებული მოწყალების საქმეები ღვთის მიმართ მას რაც აქვს. ღვთისგან მას რაც აქვს. დასაბამიდან, სამყაროს შექმნიდან მოყოლებული უდიდეს სიყვარულს ავლენს ადამიანის მიმართ ღმერთი. სამყაროს შექმნის მიზანიც არ ყოფილა სხვა რამე თუ არა მისი სიყვარულის გამოვლინება. ღმერთმა ადამიანმა სამყარო იმიტომ შექმნა და შემდეგ სამყაროს გვირგვინი ადამიანი იმიტომ შექმნა, რომ ამით სურდა თავისი სიყვარულის თანამოზიარი ყოფილიყო კიდევ ვინმე სხვა. და თვითონ არ ყოფილიყო მარტო ამ სიყვარულის ფლობელი. ღმერთმა შექმნა ამ სიყვარულის გამო ყველა ხილული სამყარო, მათ შორის უხილავიც, ასევე ანგელოზები, თუ რამეს ვხედავთ ზეცაში, დედამიწაზე, ყველაფერი ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ უნდა თავისი სიყვარული ჩაედო ამ ყველაფერში და ჩადო ამ ყველაფერში. და ბოლოს ღმერთმა შექმნა ადამიანი. სამყაროს გვირგვინი იყო ადამიანი. ყველა ქმნილებაზე აღმატებული და ყველა ქმნილების ბატონ-პატრონად შექმნა ღმერთმა ადამიანი. 6 დღის განმავლობაში ქმნიდა ღმერთი სამყაროს და როგორც ვთქვით, ყველაფერი შექმნა ხილული, რასაც ვხედავთ, ვარსკვლავები, მზე, მთვარე, დედამიწაზე, ცხოველები, ფრინველები, მცენარეები. ყველა ქმნილების შექმნის წინ ღმერთი წმინდა წერილში მოხსენიებულია ყველა ქმნილების შექმნა ესე. თქვა ღმერთმა და შექმნა ესა და ეს. თქვა ღმერთმა და შეიქმნა ეს. და ყოველივე კეთილად შეიქმნა. ერთი სიტყვით ქმნის ყველა დღეს ღმერთი რაღაცას. ესე გრძელდებოდა 5 დღის განმავლობაში და მე-6 დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი და ადამიანზე წერია, რომ მოიღო ღმერთმა მიწის მტვერი, გამოძერწა მისგან ადამიანის სხეული და მისცა მას სიცოცხლის სული. მანამდე ღმერთი ამბობს, მოდი შევქმნათ ადამიანი ხატად და მსგავსად ჩვენს ხატად და მსგავსად. არც ერთ ქმნილებაზე არ უთქვია ღმერთს, რომ მათ შორის არც ანგელოზებზე, რომ მოდი ჩვენს ხატად და მსგავსად შევქმნათ ესა და ეს. მხოლოდ ადამიანზე ამბობს ღმერთი, რომ ჩვენი ხატი და მსგავსი იყოს. რას ნიშნავს ხატება და რას ნიშნავს მსგავსება? ხატებაში იგულისხმება ის, რომ ღმერთმა ადამიანში ჩადო ის თვისებები, რაც მას აქვს.
ღმერთი არის უკვდავი, ადამიანიც არის უკვდავი. ღმერთი არის ბრძენი, ადამიანსაც მიცა სიბრძნე. ღმერთი არის სული, ადამიანსაც მიცა სული. და ასე შემდეგ შეიძლება დავასახელოთ კიდე რაღაც თვისებები, რაც ღმერთს და ადამიანს აქვს, ანუ ადამიანს აქვს ღმერთის მსგავსი, რას ნიშნავს მსგავსება? როგორ უნდა მიემსგავსოს ადამიანი ღმერთს? ქრისტიანული ცხოვრებით, ცნებების დაცვით, საიდუმლოებში მონაწილეობით, რაც ეკლესიაში აღესრულება, სულის განწმენდით, წოდების წინააღმდეგ ბრძოლით, საკუთარ თავში ვნებების დათრგუნვით და მასში ღმერთის დამკვიდრებით ადამიანი ემსგავსება და შეუძლია ადამიანს გახდეს ის როგორც ღმერთი. არა ისეთი, როგორც ბუნებით ღმერთი მხოლოდ ერთია, რა თქმა უნდა, მაგრამ შეუძლია ადამიანს, რომ გახდეს როგორც ღმერთი. და ჩვენ ხშირად ვსვავთ ხოლმე კითხვას, აი რატო მოდის ადამიანი დედამიწაზე? რა არის ჩვენი დაბადების მიზეზი? რა ფუნქცია გვაქვს საერთოდ? ხატად და მსგავსად ღვთისა. შევიქმნით ჩვენ და უნდა გავხდეთ როგორც ღმერთები და უნდა ვიცხოვროთ მარადიულად. აი ამისთვის შეიქმნა ადამიანი. მარადიული ცხოვრებისთვის, მარადიული ნეტარებისთვის შეიქმნა ადამიანი. მაგრამ ადამიანმა ეს სიმდიდრე ვერ დაიტია. სამწუხაროდ ვერ დავაფასეთ ის მადლი და ის სწავლობა, რაც ღმერთმა ჩვენზე მოიღო და ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაშიც, რომ ბევრ რამეს ვერ ვხედავთ, თუ რამდენი სიკეთე მოდის ღმერთისგან ჩვენზე. როდესაც ღმერთმა დაასრულა სამყაროს შექმნა, წმინდა მამები ესე განმარტავენ, რომ აი როგორც მეფე უნდა მივიდეს სასახლეში და მეფეს უმზადებენ, რთავენ ყვავილებით, ოქრო ვერცხლით, ასუფთავებენ, ლამაზ ხალიჩებს აფენენ და ასე შემდეგ და ასე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დიდებულად მიიღონ მეფე, დიდი პატივით მიიღონ მეფე. აი ესე ღმერთმა გაუმზადა ყველაფერი ადამიანს და შემდეგ ბოლოს შექმნა ადამიანი. ანუ რასაც ვხედავთ ჩვენ დედამიწის ზურგზე და ზეცაში ყველაფერი ღმერთმა შექმნა ადამიანისთვის. ადამიანი დაადგინა ამ სამყაროს პატონ-პატრონად. კიდევ ერთი თვისება, რაც შეიძლება დავასახელოთ, რაც ღმერთსაც აქვს და ადამიანსაც, ეს არის ის, რომ როგორც ღმერთია პატონ-პატრონი ამ სამყაროსი, ისე ადამიანი დაადგინა ამ სამყაროს პატონ-პატრონად. ადამიანმა დაარქვა სახელები ყველაფერს, თუ კი რამე ცოცხალ არსებას ვხედავთ დედამიწის ზურგზე და რასაც ვერ ვხედავთ უკვე, რომელიც გადაშენებულია. მისი თვისებებიდან გამომდინარე, იმდენად დიდი სიბრძნე ჰქონდა ადამიანს, რომ აი ცოცხალი არსების თვისებებიდან გამომდინარე არ ქმნიდა სახელებს. ლომს მისი თვისებებიდან გამომდინარე დაარქვა ლომი, ვეფხის თვისებებიდან გამომდინარე მგელს, მგლის თვისებებიდან გამომდინარე სპილოს თვისებებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ეშმაკი ხედავდა ამ დიდ ნეტარებას, რასაც ადამიანი განიცდიდა. ღმერთმა ადამიანი დაადგინა ენით აღუწერელი სილამაზის ედემის ბაღში, სამოთხეში. და ადამიანის ერთადერთი ფუნქცია იყო, რომ მას უნდა ედიდებინა ღმერთი. ღმერთთან საუბარი იყო მისი ერთადერთი ფუნქცია. ღმერთი აცნობდა ადამიანს, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ შეიქმნა თვითონ ადამიანი და ადამი და ევა ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ და ნელ-ნელა იზრდებოდნენ სულიერად და უფრო და უფრო შეიცნობდნენ ღმერთს. სხვა საქმე ადამიანს არ ჰქონდა, განიცდიდა ენით აღუწერელი ნეტარება სამოთხეში ყოფნით და ღმერთთან სიახლოვით. ეშმაკი, რომელიც მანამდე ანგელოზი იყო და თავისი ცოდვის გამო გადმოგდებული იქნა ზეციდან, უყურებდა ამ ნეტარებას ადამიანისას სამოთხეში და შურდა მისი და უნდოდა ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო ადამიანი, როგორც თვითონ. ეშმაკი იყო ანგელოზი და მან ვერ გაუძლო
იმ პატივს ვერ დაიტია ის პატივი, რაც მას ღმერთისგან ჰქონდა. ყველაზე ახლოს ყოფი იყო ლუციფერი, ნათლის ანგელოზი ღმერთთან. ვერ დაიტია ის პატივი მას, რაც ღმერთმა მისცა. მოინდომა რომ გატოლებოდა ღმერთს, მოინდომა რომ ისიც მასაც ისეთი თვისებები მიეთვისებინა, რასაც რომ ღმერთის დარი ყოფილიყო და რის გამოც ის შემდეგ გადმოგდებული იქნა ზეციდან და დაისაჯა. და იქცა ეშმაკად. შურდა ეშმაკს ადამიანის ესეთი ყოფნა ედემის ბაღში და გველის სახით ეცხადება ევას, ადამის ცოლს და ეუბნება, რომ მანამდე იმას ვიტყვი, რომ ადამს და ევას ღმერთმა ცნება დაუდო, რომ ყველა ხილის ნაყოფის ჭამის საშუალება ჰქონდათ, უფლება ჰქონდათ, არ უნდა ეჭამათ მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი. თუ ამ ხის ნაყოფს შეჭამდნენ, ისინი მოკდებოდნენ. და სწორედ ამ კუთხით მიდის ეშმაკი ევასთან და ეუბნება, რომ ღმერთმა ამ ხილის ნაყოფის ჭამა იმიტომ აგიკრძალათ, რომ თუ თქვენ ამ ხილის ნაყოფს შეჭამთ, გახდებით როგორც ღმერთი და ღმერთს არ უნდა კიდევ იყოს ისეთი, როგორც თვითონ არის, ამიტომ გიგრძალავთ ამ ხის ნაყოფის ჭამას. ანუ მოატყუა ევამ შეასწინა ადამი, შეჭამა ორივემ აკრძალული ხილის ნაყოფი და ფაქტიურად ჩაედინეს მათ იგივე ცოდვა, რაც ზეცაში მანამდე ნათლის ანგელოზმა ჩაედინა. ანუ მოინდომეს, რომ საკუთარი თავი გაეტოლებინათ ღმერთისთვის. სანამ ამ ხილის ნაყოფის ჭამამდე მივიდოდნენ, წარმოვიდგინეთ, რამდენი აზრი გაიელვა ადამიანში და ევაში, რამდენჯერ მათ ღმერთს შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენჯერ ცილი დაწამეს, რამდენჯერ საყვედური უთხრეს ღმერთს, რომ რატომ გვიმალავ ამ ხილის ნაყოფის ჭამას. წამოვიდი, რამდენი ფიქრი მიიღეს და რამდენი ცოდვა ჩაიდინეს თვითონ ამ ფიქრების სანამ ქმედებაში აღასრულებდნენ ამ ყველაფერს, ამ ცოდვას. ამ ცოდვის გამო ადამი და ევა დაისაჯნენ, ისინი გამოგდებული იქნენ 60-დან, 60-ის კარები დაიხშო, მასში შესვლის უფლება აღარავის აღარ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ დასაჯა ღმერთმა ადამიანი, მან ცნებად დაუდო, აღთქმად დაუდო, რომ კვლავ მოულენდა კაცობრიობას მხსნელს, მესიას, რომელიც დაიბადებოდა ქალწულისაგან, რომელიც ეშმაკს ბოროტ ძალას დაამარცხებდა და ადამიანს კვლავ მიეცემოდა 60-ში დაბრუნების საშუალება. ყველა ადამიანი ადამიანიდან და ევადან მოყოლებული, როგორი მართალი ცხოვრებით არ უნდა ეცხოვრათ მათ, როგორი წმინდანებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, მიდიოდნენ ჯოჯოხეთში. 60-ში ვერავინ ვერ ხვდებოდა, სწორედ ამ ცოდვის გამო. და იმის გამო, რომ 60-ის კარები დახშული იყო და იმის გამო, რომ ყველა მთელი კაცობრიობა, ყველა მართალი ადამიანი ელოდებოდა მესიას, რომელიც მოვიდოდა და დაამარცხებდა ეშმაკს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ იმდენად დიდი იყო ადამიანის და ევას შეცოდება ღვთის წინაშე, რომ აუცილებლად ადამიანს უნდა გაეღო ის მსხვერპლი, რომელიც ამ ცოდვისგან ამ ცოდვას გამოისყიდდა. მაგრამ მსხვერპლს უნდა ქონოდა ძალიან დიდი ფასი. მამები გვასწავლიან, რომ როგორი ყველა მართალი ადამიანი, ყველა წმინდა ადამიანი რო ერთად შეწირულიყო და გაეღო თავისი სიცოცხლე მსხვერპლად, მაინც ვერ გამოისყიდნენ ამ დანაშაულს, იმდენად დიდი იყო ეს ცოდვა. ვის უნდა მიეცა ესეთი ფასი, რომ ეს ცოდვა გამოესყიდა. ღმერთმა ისევ გაიღო მოწყალება კაცობრიობაზე და ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი ღმერთი სამყაროს მოევლინა როგორც ადამიანი. და სწორედ ღმერთმა მისცა ამ მსხვერპლს ფასი. ქრისტე იყო ის მესია, ქრისტე იყო ის მხსნელი, ვისაც მთელი კაცობრიობა ელოდებოდა.
ადამიანმა შეცოდა, ადამიანს უნდა გამოესყიდა ესოდვა, მაგრამ შეუფასებელი ფასი ამ მსხვერპლს მისცა იმან, რომ ღმერთი მოვიდა როგორც ადამიანი. სამყაროს შექმნელი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი. ძე ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, სამყაროს შემქმნელი ღმერთი, რომელსაც არც დასაბამი აქვს, არც დასასრული აქვს, რომელიც არ ყოფილა დრო რომ არ არსებობდეს და არც იქნება დრო რომ არ იყოს. და რომელიც არავის არ შეუქმნია და თვითონ არის ყველაფრის შემოქმედი. მოევლინა სამყაროს როგორც ადამიანი და ჯვარზე აღსრულდა სწორედ ის მსხვერპლი, რასაც მთელი კაცობრიობა ელოდებოდა. რასაც მთელი ყველა მართალი ადამიანი ელოდებოდა. მართალი ადამიანი ჯოჯოხეთში. ჯვარზე სიკვდილით ქრისტემ გააღო სამოთხის კარები. და ჯვარზე სიკვდილით გამოვლინდა ის უზომო სიყვარული, რაც დასაბამიდან ღმერთმა ადამიანში ჩადო. ქრისტეს ჯვარსმა რომ არ აღსრულებულიყო, ადამიანი ვერ გაითავისებდა და ვერ შეიცნობდა თუ რამდენად უყვარვარ ჩვენ ღმერთს. აი წარმოვიდგინოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მეგობარი რამეს გაგიკეთებს, ვერში დაგიდგება განსასწრელში, რაღაცა მსხვერპლს გაიღებს შენთვის და შენმა მეგობარმა რომ თავი გაწიროს და შენ თავისი სიცოცხლე გაიღოს შენთვის. აი რამდენად შეგვიყვარდება ეს ადამიანი, რამდენად დავაფასებთ მას, რამდენად ძვირფასი იქნება ის ჩვენთვის. მთელი ცხოვრება ხომ მადლიერები ვიქნებით. და ის ადამიანი იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი პატივისცემის ღირსი და ძალიან დიდი ავტორიტეტი, ხო, მაგრამ ღმერთმა ქრისტემ წარმოვიდგინეთ ყველასთვის. მარტო ჩემთვის ან თქვენთვის არა. ყველასთვის, ყველა ადამიანისთვის, რომელიც კი დაბადებულა, ყველასთვის თავი გაწირა. და ამ სიკვდილით გამოავლინა ეს უდიდესი სიყვარული, რასაც ჩვენ დღესაც ხედავთ. თითოეულ ჩვენგანზე. ეს სიყვარული სამყაროს შექმნის დღიდან, რასაც ღმერთი ავლენს ადამიანზე, რომ შექმნა სამყარო ღმერთს არ მიუტოვებია ეს ყველაფერი. ყველაფერს განაგებს, ყველა ადამიანის გულს უყურებს, ყველა ადამიანის ფიქრს ხედავს. ყველა ადამიანის წარსული იცის, მომავალი იცის, ცდილობს, რომ ყველა ადამიანი სწორგზაზე დააყენოს, ნიშანს აძლევს, ანახებს სწორ გზას, მაგრამ სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენ ვერც ამ სიყვარულს ხედავთ, რასაც ღმერთი ავლენს ჩვენს მიმართ და ვერც ამ ნიშნებს ხედავთ, რომელიც სწორ გზას გვიჩვენებს. მადლობა ღმერთს ამ დიდი სიყვარულისთვის, ამ დიდი მსხვერპლისთვის და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დავაფასოთ ისე როგორც დავაფასებდით ჩვენი მეგობრის მსხვერპლს და ჩვენი მეგობრის გვერდში ყოფნას ადამიანური თვალსაზრისით, ეს უფრო მეტად უნდა დავაფასოთ, უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ და რითი დავაფასებთ და რითი გადავუხდით ღმერთს ჩვენ მადლობას პირველ რიგში ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებით. ცნებების დაცვით. რა თქმა უნდა, ეს სამადლობელი სიტყვითაც უნდა იყოს, გულშიდაც უნდა იყოს, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს საქმით. სხვანაირად ჩვენ ამ მადლიერებას ვერ გადავიხდით და ვერ გამოვხატავთ. როგორ წერია სახარებაში, იმას კი არ უყვარვარ მეო, აცხოვარი ამბობს, ვინც ხშირად იტყვის უფალო, უფალო. ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებს, იმას უყვარვარ. აი ჩვენი საპასუხო სიყვარული და მადლიერება სწორედ მისი მცნებების დაცვით უნდა გამოვხატოთ და ამით დავამტკიცებთ ჩვენ სიყვარულს მის მიმართ. მადლობა კიდევ ერთხელ ღმერთს ყველაფრისთვის და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა